საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი კონცერტისთვის ემზადება. ამ დროისთვის რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. ქართული საგანძური. ამ სახელწოდების შოუ პროგრამას მაყურებელი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იხილავს. Ყოველთვის ხდება ხოლმე ეს კითხვა, რა იქნება სიახლე, ძალიან ბევრი სიახლე. მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი მართლაც და თავდაუზრუნავად შრომობენ ჩვენი ახალგაზრდები, ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ უნდათ ძალიან რომ წარმატებული კონცერტები იყოს, ამაში ეს უჩარებარება ასე იქნება და მაყურებელს ელოდება ძალიან კარგი სანახაობა. ნამდვილად კიდევ ერთხელ მოგზაურობა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და შერჩეულია საუკეთესო ნიმუშები, როგორც სასიმღერო, ასევე ქორეოგრაფიული ნაწილში არის ახალი დადგმები, ამას იხილავს მაყურებელი ყველაფერს და პირდაპირ რომ აი წარუშთელი შთაბეჭდილება ელოდებათ. კონცერტი ორ განყოფილებიანი იქნება. 2 საათიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელის შერმანდი ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის ეკა ჭკუასელის მიერ დადგმული ახალი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. მინდა ვთქვა, რომ თბილისში კონცერტი და ზოგადად საქართველოში ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია, განსაკუთრებულად ველოდებით ხოლმე ჩვენს მაყურებელს. სიახლეები არის როგორც სასიმღერო ნაწილში, გუნდის ნაწილში, ასევე საცეკვაო. არის ახალი ნომერი, სრულიად ახალი ნომერი საცეკვაო პროგრამაში. ძალიან ბევრი სიახლე, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ერთი ძალიან განსხვავებული ნომერი იქნება სრულიად ახალი. ანსამბლის ძველ წევრებთან ერთად, ძველ მსახიობებთან ერთად სცენაზე იდგებიან ახალი მსახიობები, ანსამბლის ახალი წევრები, როგორც მომღერლები, ასევე მოცეკვავეები. როგორც ამბობენ, მათთვის ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა არის, რომ პირველად წარსდგნენ დიდ სცენაზე ერისიონთან ერთად. კონცერტისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა. სასიმღერო რეპერტუარი საკმაოდ განახლებულია და აქტიურად მუშაობთ, რომ ეს მაქსიმალურად დავხვეწოთ და ჩვენს მსმენელს მივაწოდოთ ის ახალი ჩვენი ფოლკლორის ნიმუშები, რაც აქამდე ერისიონს არ შეუსრულებია. წელს მე პირველად მონაწილეობ ერისიონის კონცერტზე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და ახდა და აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ხელმძღვანელებმა მოგცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს 21 და 22 თებერვალს გამართავს. ღონისძიება 20 საათზე დაიწყება.